ბოლო თვეების განმავლობაში დეველოპერული კომპანიების მისამართით არსებული პრეტენზიები და არც თუ ისე იშვიათად დავები გახშირდა, მოქალაქეები მასიურად საუბრობენ კომპანიების მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე. რიგ შემთხვევაში ისინი არ აწყობენ ტერიტორიაზე იმ ინფრასტრუქტურას, რაც შეთავაზებაში ჰქონდათ, იშვიათ გამონაკლისებში კი ვერ ახერხებენ ობიექტების დასრულებას და შესაბამისად მესაკუთრეებისთვის კუთვნილი ბინების გადაცემას. როგორ უნდა მოიქცნენ მომხმარებლები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინის შეძენამდე, ამ თემაზე გადავწყვიტეთ დღესაც საეთერო დროის დათმობა. ოთარ გაჭკაჭაშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი გვერდდება სტუდიაში. დილამშვიდობისა ბატონო ოთარ, მადლობა რომ ვსტუმრობთ. მე ვახსენე რომ დღესაც გადავწყვიტეთ, რადგან სამშაბათს დავიწყეთ იდეაში ამ თემაზე საუბარი და დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი მომხმარებელი, მათ შორის ჩვენს ოფიციალურ Facebook და სოციალურ ქსელებშიც გვწერენ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. ბოლო ასეთი кейსი, რაც გავაშუქეთ, ეხებოდა ერთ-ერთ კომპანიას, რომლის მობინადრეებიც აცხადებენ, რომ ერთის მხრივ არ ასრულებს და ვერ ასრულებს კომპანია ობიექტის ჩაბარებას და მეორეს მხრივ გულწრფელად 2008 წლის მერე ასეთ შემთხვევები აღარ გამიგია, როცა ერთი და იგივე ბინას ყავს რამდენიმე მესაკუთრე და რამდენჯერმე არის გადაყიდული. ასეთი შემთხვევებიც, როგორც ჩანს, გააქტიურებულია დღეს უძრავი ქონების ბაზარზე. მოდი ამ кейსით დავიწყოთ, თუ კი ასეთი მობინადრე ვარ და ასეთი ტიპის პრობლემა მაქვს, რა დგას ამ შემთხვევაში მომხმარებლის მხარეს და რა ტიპის სამართლებრივი დავა შეიძლება წარმოიქმნას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ძალიან აქტუალურ თემას შეეხეთ, რადგან მე როგორც იურისტი ამას ერთგვარად პროგნოზირებდი, რადგან მაქვს გარკვეულ ინფორმაციებთან წვდომა, თუ რა ხდებოდა ბაზარზე, უძრავი ქონების სფეროში. სამწუხაროდ უკვე 10 წლეულებია დამკვიდრებულია პრაქტიკა სამშენებლო კომპანიების მხრიდან, როცა ახდენენ უძრავი ქონების რეალიზაციას, მას არ აფორმებენ საჯარო რეესტრში. ანუ ჯერ თავად კომპანიები არ არეგისტრირებენ თავიანთ საკუთრებას საჯარო რეესტრში და ისე არ ახდენენ ქონების რეალიზაციას თუნდაც მომავალ შემძენებზე, მომავალი მესაკუთრის სტატუსით და ეს პრაქტიკა არის როგორც მცირე, ისე მსხვილ კომპანიებშიც მათ შორის ძალიან ბევრი როცა ყიდულობ, ესე გთავაზობს, რომ შიდა ხელშეკრულება გააფორმო და აქ უკვე რაღაცა ნდობის ფაქტორი შემოდის. თუ ენდობი მეტნაკლებად კომპანია შეიძლება დათანხმდე, იმიტომ რომ რიგი განშლის ამბავია ხოლმე როგორც ვიცი, ხო ამის გამო არ აწყობს. ცუდი პრაქტიკა, კიდე ერთხელ ვამბობ, ზოგი პასუხისმგებლიანი კომპანია ამას ასე არ აკეთებს და ის თავიდანვე არეგისტრირებს მას და შემდეგ ახდენს გაყიდვას. თუ დასრულებულია როგორც ბინას უკვე საცხოვრებელს, ხოლო თუ მიმდინარეა როგორც სამშენებარე სტატუსით ახდენს რეალიზაციას. აქ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ დიდი პროცენტი სამშენებლო კომპანიების იმის გამო, რომ არ იდონ ზედმეტ ადმინისტრაციულ ხარჯებს, გართულებებს, დაუშვათ სხვა ტიპის ცვლილებებთან დაკავშირებით ბიუროკრატიულ, ესე ვთქვათ, ნიუანსებს ცდილობენ გაიმარტივონ თავიანთი, ესე ვთქვათ, ცხოვრება, ბიზნესის წესრიგი და მომხმარებლებს შეყავთ შეცდომაში პირდაპირ ამის თქმა შემიძლია, აფორმებენ შიდა ხელშეკრულებებს, რომლის შესახებაც არავინ არაფერი არ იცის. მხოლოდ მომხმარებელმა და მხოლოდ კომპანიამ. დამოკიდებული ვართ კომპანიის კეთილსინდისიერებაზე, მას შეუძლია არა ერთხელ, არამედ 15-ჯერ გაყიდოს ერთ და იგივე უძრავი. თუ საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირებს, შიდა განცხადება და შიდა ხელშეკრულება არაფერს არ ნიშნავს მობინადრეს. უძრავი ქონების დაცულობის ერთადერთი გარანტია ეს არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება ან უფლება. სხვაგვარად მომხმარებელი ვერ იქნება დაცული და რაც ახსენეთ თქვენ ეს შემთხვევა ჩემთვის არ არის ახალი, ასეთი ტიპის რამდენიმე ათეული დავა გვაქვს წარმოებაში სხვა კომპანიების მიმართ, როცა ან არ ასრულებენ, ან გაჩერებულია, ან ღრმა კვლევის შედეგად აღმოჩნდება, რომ ის ქონება დიახ სხვადასხვა მესაკუთრეს აქვს და ვარკვევთ რომელი არის მეცაც გეტყვით ქონებების გაყიდული ქონებების იდენტიფიცირებაც კი პრობლემაა, ანუ სართულზე პირობითი დანომრით ყიდიან, ხო, შიდა ხელშეკრულებებით ამას და დაუშვათ ბინა სართულზე 10, 11, 12, ხო? ისიც კი გაურკვეველია ეს 11-იან ნომერი, რომელ ლოკაციაზეა იმ სართულზე, ანუ საით არის ის განლაგებული, ან რომელ შეესაბამება. ამიტომ იმას მშენებელს ხელეწიფება თვითონ თავისი შეხედულებით შეცვალოს კონფიგურაციები შიდა პარტიის, შეცვალოს პროექტი და ასე შემდეგ. არაფერი არ უშლის ხელს და მით უფრო რომ სახელმწიფოს, ანუ მარეგულირებელ ორგანოს არქიტექტურის ზედამხედველი სამსახურს არ აქვს ინფორმაცია ქონებების სხვა მესაკუთრეების შესახებ, რომ მათგანაც მიიღოს თანხმობა, ან რაიმე დამატებითი, ესე ვთქვათ, თანხმობები გამოითხოვოს. ამიტომ სრული თავისუფლება აქვს
და მაღალია იმის ალბათობა, რომ ასეთი მომხმარებლები მაღალი პროცენტით ყოველთვის დაზარალდნენ. ასეთ შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე ბინას ყავს რამდენიმე მესაკუთრე, ვინ არის რეალური მფლობელი და ამ ნაწილში დავა როგორ იწარმოება და რა შეიძლება გაკეთდეს? ეს ის კითხვაა, რომელზეც არ არსებობს ცალსახა პასუხი. სასამართლო იკვლევს ამ ასეთ შემთხვევაში რამდენიმე კანდიდატის შესახებ და ზოგადი წესი, კანონის წესი, რა თქმა ზოგადი, რომ ვისაც უფრო ადრე წარმოეშვა საკუთრების უფლება, ის ითვლება, ასე ვთქვათ, უპირატეს შემძენა თუ უპირატეს მესაკუთრედ და სასამართლო მას მიანიჭებს. დანარჩენი მეორე და ასე შემდეგ, გააჩნია რამდენჯერ იქნება მათი ბედი არის აბსოლუტურად ჰაერშია, ისინი არიან დაზარალებულები, მათ ვეღარ შეეძლებათ ამ თავიანთი გადახდილი თანხის დაბრუნება, მით უფრო რომ ეს პრობლემა ინდუსი ჩვენს ხომ თავს, როცა კომპანია არის გაკოტრებული, მას აღარანაირი აქტივები აღარ აქვს. ხო, აი ეს მინდოდა მეკითხა, თუ კი კომპანიას აქვს ფინანსური რესურსი, მაშინ არ აკისრებს სასამართლო ამ პირების განაზღაურებას, ამის ვალდებულება არ არის? რადგან შიდა მოდი თეორიულად შევთანხმდეთ, რომ აკისრებს, კი ბატონო, მაგრამ ვერ მოხდება მისი ანაზღაურება, იმიტომ რომ საქართველოში სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ საგარანტიო ასე ვთქვათ კაპიტალი. დაუშვათ სხვა ქვეყნების და ევროპული ქვეყნების გამოცდილებით ვერ იქნება ის სამშენებლო კომპანია, თუ მას არ აქვს შესაბამისი ლიცენზია და სალიცენზიო წესები კიდევ ითვალისწინებს საგარანტიო კაპიტალის ქონას. თუ ასეთი შემთხვევები მოხდა ან სხვაგვარი დაზარალება, მომხმარებლის საიდან უნდა მოხდეს ამის ანაზღაურება. რაც ჩვენთან არ არის ეს სისტემა, ამიტომ მომხმარებელი რჩება, ასე ვთქვათ, ღია ცის ქვეშ, ამ შემთხვევაში სასამართლო კი გამოიტანს გადაწყვეტილებაზე და აკისრებს კომპანიას, მაგრამ უკვე საძებნელია აღარც კომპანიის დამფუძნებელი ჩანს და აღარც საგარანტიო ფინანსებს რო თავი დავუნებათ, ხშირ შემთხვევაში ჩვენთან პროექტები სრულად საბანკო და დამოკიდებულია პრინციპში გადახდებზე, ყიდველების ფულზე და თუ კი არ გაიყიდება ეს ბინები, ამ ტიპის თანხაც კი არ აქვს, რომ პროექტი ააშენოს, არათუ მე რაიმე საგარანტიო თემას. მეორე თემა ასევე რაც გამოიკვეთა ამ პრობლემის გაშუქებისას იყო ის, რომ რიგი პროექტები არ სრულდება, ვერ ასრულებენ და მათ შორის ეს მობინადრეებიც რაღაცა ჯგუფები ითხოვენ გადაცემას. ამის მოთხოვნის უფლება რამდენად აქვს და ასეთი кейსები როგორ წყდება სასამართლო პრაქტიკაში? სამწუხაროდ ხედავთ, რომ უძრავი ქონების ბაზარი მთლად ისეთი აქტიური აღარ არის, როგორც დაუშვათ რამოდენიმე წლის წინ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაფერი უფრო და უფრო შეაფერხა. შესაბამისად, რადგან გაყიდვების შემცირდა და როგორც თქვენ ახსენეთ, ხშირად ანუ გადამხდელების შემძენების კაპიტალზეა დამოკიდებული სამშენებლო კომპანიების ნაწილი, დიახ, ეს პრობლემები თანდათან უფრო აქტუალური ხდება, იჩენს და დაუსრულებელი მშენებლობები ძალიან ბევრია უკვე მათი რაოდენობა. აქაც იგივე პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვერ ასრულებს კომპანია, არ აქვს აქტივი და ახალი ინვესტორის, ახალი ფინანსური ჯგუფის მოლოდინი არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, ან სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დონაცია, ჩვენ გვახსოვს რამოდენიმეჯერ მერია ჩაერია, ასეთი ინვესტირების, ასეთი სახის მოიძია ინვესტორი, მას დაუშვათ დამატებითი კოეფიციენტი გადასცა იმისათვის, რომ ის ძველი მშენებლობები დაესრულებია. თუმცა რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება მუდმივად და ეს არ არის სწორი ფორმატი. ამიტომ როცა კომპანიას ვარჩევთ თუ სად ვახდეთ ქონების შეძენას, საჭიროა რომ შესაბამისი შემოწმება გავაკეთოთ. აი მოდი მთავარი რჩევები რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა უნდა გავაკეთოთ ვიდრე ბინას შევიძენთ. მესმის რომ ყველა შეიძლება არ ქონდეს შესაბამისი უნარები და საჯარო რეესტრში ვერ მოიწიოს კომპანიის ინფორმაცია, თუმცა აი მთავარი რაღაცა მასტ გასაკეთებელი ნაბიჯები რაც უნდა გადადგათ ვიდრე უძრავ ქონებას შეიძენთ. უძრავი ქონების შეძენისას არსებობს ორი ტიპის რისკი. ეს არის უფლებრივი ნაკლი და მეორე არის ნივთობრივი ნაკლი, ანუ რაც შეიძლება თვითონ ნივთს ჰქონდეს. უფლებრივი ნაკლებთან დაკავშირებით აუცილებელია რომ მინიმუმ იურისტთან გავიაროთ კონსულტაცია და თუ არა ეს, მაშინ უნდა მოვთხოვოთ კომპანიას, რომ ჰქონდეს ამონაწილი საჯარო რეესტრში. ანუ ისე არ შევიძინოთ ქონება, არაფრით არ შევიძინოთ შიდა განმადების ხელშეკრულებები, თუ ის არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ეს არის იურიდიული სამართლიური დაცულობის მინიმალური სტანდარტი. რაც შეეხება ნივთობრივს თუ რა ტიპის ქონება ჩაგუბარდება და როდის, აქ თავარ გაფრთხილებას ვაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაყვნენ მარკეტინგულ ტერმინებს, მაგალითად მწვანე კარკასი, თეთრი კარკასი, შავი კარკასი და ასე შემდეგ. ეს არ არის სამართლებრივი ტერმინები, არაერთხელ მაქვს ამაზე გაკეთებული განცხადებები, საჭიროა ჩავიხედოთ ხელშეკრულებაში და ვნახოთ რა
ტიპის მახასიათებლებით სად და როდის გვაბარებს ქონებას და იმ პარამეტრების ქონება ჩავიბაროთ, როცა ეს დადგება მშენებლობის. ასევე პირგასამტეხლოს გაწერა ხელშეკრულებაში, რადგან თუ ესე თქვა სამშენებლო კომპანია აგვიანებს და ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებას დათქმულ ვადაზე, მაშინ სამშენებლო კომპანიამ უნდა აგოს ის ფინანსურად და რა იქნება მისი გარანტია, ანუ საიდან მივიღებ მე ამ პირგასამტეხლოს, ამ ყველაფრის შესახებ უნდა რამოდენიმე კითხვა წინასწარ დაისვას იმ ორგანიზაციის ხელშეკრულებები ისეა შედგენილი სრულად კომპანიაზე ამორგებული და არა მობინადრებზე, უბრალოდ ამის წაკითხვა გააზრება არ ხდება და ისე ხდება სამწუხაროდ ხელმოწერა მომხმარებლების პრეტენზია არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც. მართალი ბრძანდებით. და ასევე რაც ძალიან საინტერესოა, იგივე ამ კომპანიასთან მიმართებით ვიზოთ საუბრობთ, ალბათ სოციალური ქსელები ძალიან მარტივი ინფორმაციის მოძიების წყაროა, როცა გვერდი არ ახდება ალბათ 2-3 წლის განმავლობაში ძალიან მარტივია, რომ ის კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ან რაღაცა ტიპის პრობლემები აქვს და სხვადასხვა შეპესებებად თუ ასე შემდეგ კეთდებიან. მადლობა ბატონო თარ თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. საკმაოდ დიდი თემაა და ეჭვი მაქვს, რომ მომდევნო პერიოდებში კიდევ ძალიან ბევრი საუბარი მოგვიწევს იმ გართულებული შემთხვევების ფონზე, რაც ბაზარზე არსებობს. ოთარ კაჭკაჭაშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.